როგორც იქნა ქართული კლუბი ევრო თასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. და ალბათ სავსებით ლოგიკურია, რომ ეს შეძლო ბოლო წლების ყველაზე სტაბილურმა საკლუბო პროექტმა ებერი 1999-მა. ეს კლუბი ნამდვილად ნაბიჯ მიიწევდა ამ მიზნისკენ. ყველაზე სტაბილური პროექტი იყო იმ არასტაბილურ საკლუბო გარემოში, რაც არის ქართულ ფეხბურთში და მადლობის მეტი ნამდვილად რა გვეთქმის ამ ხალხისთვის. უდაო ძალიან დიდი როლი მიუძღვის ამ ამბავში ანდრეი დემჩენკოს, რომელიც მოვიდა გუნდში სულ ცოტა ხნის წინ და ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი რაღაც შეცვალა. მაგალითად, შემადგენლობაში წინა მწვრთნელის დროს საერთოდ არ უწევდა თამაში ნიკა სიხარულაშვილს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირი გამოდგა ამ თამაშების. ასევე თუ ფეხბურთელებზე დავიწყებთ საუბარს, ნამდვილად უნდა გამოვარჩიოთ ნიკოლოზ დადიანი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ზოგადად ტოვებს შტაბეჭდილებას, რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნახევარმცველი ეზრდება. ისევე როგორც გამოსარჩევია აბსოლუტურად ყველა წევრი ამ გუნდის, იმიტომ რომ გუშინდელ შეხვედრაშიც და წინა მატჩებშიც რამოდენიმე ესეთი ძალიან პოზიტიური რამ ახასიათებდა მათ თამაშს. მაგალითად ის რომ ცდილობდნენ სუფთაბურთებზე ეთამაშათ უმეტესწილად, ხო, კომბინაციურად ეთამაშათ, მოკლე პასებით ეთამაშათ. მინიმუმამდე იყო დაყვანილი ეს რაღაცა არაფრის მომცემი ბურთის თრევა, რაც სამწუხაროდ ქართულ გუნდებს ხშირად ახასიათებთ ხოლმე. ამასთანავე ამ გამარჯვებამ ჩვენ დაგვიმატა ქულები საკლუბო რეიტინგში, ჩემპიონატების საკლუბო რეიტინგში, რაც ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ მეოთხე ევრო საგზურის დაბრუნებაც რეალური ხდება. ერთი სიტყვით, უკვე ხუთშაბათს გაირკვევა თუ ვის შევხვდებით ევროპა ლიგის პლეი-ოფში, პოლონურ იაგელონიას თუ გლაზგო რეინჯერს. პირველი თამაში პოლონელებმა სახში მოიგეს, ეხლა შოტლანდიაში უწევთ თამაში. რა თქმა უნდა, მე პირადად ვისურვებდი, რომ რეინჯერს ვეთამაშოთ ევროპა ლიგის პლეი-ოფში. სულ სხვა გამოცდილება არის ამ ხელა კლუბის წინააღმდეგ თამაში. მათი ხილვა თბილისში. თუ მათთანაც გავიმარჯვებთ, სულაც ევროპა ლიგის ჯგუფში ვითამაშებთ, თუ არა და კონფერენს ლიგა, როგორც იტყვიან, ჯიბეში გვაქვს. ასე რომ, შემოდგომაზე სტადიონზე სიარული და ევროპული ფეხბურთის ცქერა უკვე აღარსად აღარ გაგვექცევა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ვიაროთ ფეხბურთზე.